you drive me crazy. Every other boy is lazy. I want you inside my body. Boy, you turn me like nobody else. Drive me crazy. Every other boy is lazy. I want you inside my body. Boy, you turn me like nobody. მოგესალმებით მეგობრებო, Getman Car-ის კომპანია აგრძელებს ჩვენთვის მანქანების მოწოდებას და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს Ford Escape, რომელიც არის 2020 წლიანი. ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, ვინცაც ასე ვთქვათ, მანქანები ძალიან გვიყვარს და ვართ ამ სფეროში, რომ ესე იგი Ford Escape-ის წარმოება დაიწყო 2000 წელს და გაყიდვაში ჩაეშვა 2001 წელს. ესე იგი, პირველი თაობა, ვიცი ჩვენ კარგად და 3-დან 0-მა დაგვამახსოვრა თავი, რომელსაც 203 ცხენი აქვს, 205 ცხენამდე და იმ პერიოდისათვის იყო ერთ-ერთი გამორჩეული მანქანა. ბაზარზე მოკლედ იმდენი გაიყიდა და მოთხოვნილება ამერიკაში იმდენად ბევრი იყო ამ მანქანასთან, ამ მოდელთან დაკავშირებით, რომ შემდეგ დაიწყეს უკვე გაუმჯობესება ამ მოდელების და დღეს ჩვენთან წარმოდგენილი არის ბოლო თაობის Escape 2020 წლიანი. თუმცა მე გამოვყოფდი ამ 4 თაობიდან ზუსტად იმ თაობას, რომელიც ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს. ამ მანქანას ასევე რესტაილინგი გამოვიდა, რომელიც ძალიან არ მომწონს და ულამაზო არის, მაგრამ ვიზუალი ამ 4 თაობიდან ყველაზე ლამაზი მე ვფიქრობ, რომ არის ზუსტად ეს მოდელი. კონკრეტულად ამ მანქანის ძრავი ასევე არის 2-დან 0 EcoBoost 250 ცხენი. 250 ცხენი ეხლა ესეთი მაღალი გამოვლობის მანქანისთვის მე ვფიქრობ, რომ არ არის ცოტა ცხენები და აი ხა ჩვენ რო დავტესტეთ და საკმაოდ აღმარჩეს ვიარე, არც კი მიგურძნია რაიმე ისეთი წინაღობა. ძალიან კარგი მანქანა არის, ვიზუალსაც ვხედავთ, ეხლა არის ნორმალური, უბრალოდ კონკრეტულად ამ მანქანას რაღაც დეფექტები აქვს წინა ბამპერზე, მაგრამ ნუ ეგ ისეთ პრობლემას არ წარმოადგენს. მე მინდა უბრალოდ თქვენ დეტალებში განახოთ მისი გამოკვეთილი, მომრგვალებული, ასე ვთქვათ, ფორმები. პირველი თაობა უფრო ოთხკუთხედი იყო, მაგრამ ამ ოთხკუთხედმა ფორმებმაც ჩვენ დაგვამახსოვრა თავი და შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ თუ როგორი იყო ზუსტად მისი ვიზუალი, ვისაც არ გახსოვთ. ეხლა ვისაუბროთ ამ მანქანის პლუსებზე და მინუსებზე. სერგი, მანქანას როდის ათამაშებ? ჯერ ადრია და მაცადე. მოკლედ, რაც შეეხება ამ მანქანის პლუსებს. პლუსი პირველ რიგში ის არის, რომ ვიზუალურად არის ძალიან ლამაზი და საკმაოდ დახვეწილი მის კლასში, რა თქმა უნდა. მისი ფარები მომწონს ძალიან, ასევე უკანა მხარე არის ძალიან ლამაზი. სიმაღლეს ეხა რაც შეეხება, ქალაქშიც კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ, იმიტომ რომ არის კომფორტული და უგზოობაშიც კიდევ სიმაღლეც აქვს საკმაოდ ნორმალური იმისათვის, რომ გადავიდეთ უგზოობაში და მშვენივრად ვიაროთ. ამორტიზაცია აქვს ამ მანქანას ძალიან კარგი და ძალიან რბილი არის. უკან საბარგული აქვს საკმაოდ დიდი და შეგვიძლია რაც გვინდა ჩავატიოთ, ბარგი ჩავალაგოთ და წავიდეთ ბავშვებთან ერთად, ოჯახთან ერთად, ძალიან შორს უგზოობაში, სიმაღლეზე, მთაში, ზღვაზე, ყველგან შეგვიძლია. რაც შეეხება უკანა მხარეს, გითხარით, რომ მე პირადად ძალიან მომწონს, თუმცა ეს ყველაფერი არის მეგობრებო გემოვნების საკითხი და შეიძლება ვიღაცას მოეწონოს და ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ჩემთვის პირადად არის ამ მანქანის უკანა მხარე და მისი ვიზუალი საკმაოდ მისაღები. ფარებიც არის ძალიან ლამაზი, საბარგულიც არის ლამაზი, ბამპერიც ძალიან მომწონს. ქვემოთ ზოგიერთ მანქანას რომ აქვს, აღარ ვიტყვი ახლა, რომელ ბრენდებს რაღაცეები ჩამოკიდებული, ისი არ აქვს ამ მანქანას და საკმაოდ, ესე იგი, სწორი არის, რომ უგზოობაში ხელი არ შეგვიშალოს. თან არის ეს მანქანა ტიტანიუმი, არ არის უბრალო, EcoBoost ვთქვით, თავისთავად 4-4 წამყვანი. მე ვფიქრობ, რომ გარედან ამ მანქანას არაფერი მინუსი არ აქვს. ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, და ეს ჩემი აზრი არის, ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ. რაც არ მომწონს ამ მანქანის სალონში ახლა ჩავჯდებით და გეტყვით ყველაფერს. ესეც მოკლედ ჩვენი Ford Escape 2020 წლიანის შიდა სივრცე. სავარდელში საკმაოდ ნორმალურად და კომფორტულად ვზივარ, სიმაღლეც აქვს ძალიან კარგი. რაც შეეხება შიგნით დეტალების ხარისხს, აქაც გეტყვით იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ Ford არის და Ford ყოველთვის თილობს, რომ სალონი, ასე ვთქვათ, ესეთი შედარებით დაბალი კლასის მანქანებს უხარისხო გაუკეთოს, ამ მანქანაში ჩვენ უხარისხობას ვერ წავაწყდებით. არა, აქ ყველაფერი არის ხარისხიანი. ძალიან ცოტა პლასმასი არის გამოყენებული, არის ძირითადად სულ რეზინი და კარგი ხარისხიანი ტყავი. პლასმასი გვხვდება მხოლოდ აი ბარზე. აი მხოლოდ ეს არის პლასმასი, დანარჩენი ყველაფერი არის აი გეუნებით იდეალური. თვითონ სავარძლების ხარისხის ტყავი
არის ძალიან კარგი, მაგრამ რა არ მომწონს კონკრეტულად მე ამ მანქანის ახლა გეტყვით. მოყვანილობა საوردლების არის ძალიან უკომფორტო. მე თვითონ ასე ვთქვათ, თვითონ ფართიდან გამომდინარე კარგად ვზივარ და კომფორტულად, მაგრამ როგორც კი აი 80-იც რომ მივდივართ და 20 მოსახლეში შევდივართ, აი ძალიან მოკლედ აი ეს ფორმები რომ არ აქვს ამოყვანილი, ხო? რაღაცნაირად უკომფორტობას ვგრძნობ. მე პირადად შეიძლება ვიღაცას ესეც კი მოეწონოს. რაც შეეხება ახლა აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენ სიჩქარების გადასართავ კოლოფზე ამ მანქანას აქვს ავტომატური რობოტს ეძახიან, მოკლედ 8 საფეხურიანი კოლოფი და სხვადასხვა ამ მანქანის მინუს ეძახიან ზუსტად ამას რომ არ არის გამძლეო. მოსავლედა ცოტა რთული არის და არის ფაქიზი კოლოფი და ხშირად ჭირდება, ხშირად რა დაახლოებით თუ ყოველ 40,000-ზე გამოვცვლით ამ კოლოფში ზეთს, შეიძლება მაშინ შევინარჩუნოთ მისი სიძლიერე და მისი ხარისხი და არ გავაფუჭოთ და არ დავაზიანოთ. მოკლედ, ესე იგი, ორი მინუსი მე რასაც გაუნებით რომ ძალიან საფრთხილო არის კოლოფი და უბრალოდ ჩემთვის უკომფორტო არის ამ მანქანის საوردლები. ამ კლასში დანარჩენი ამ მანქანას რაც აქვს, რაც ვნახე და რაც მე ვისაუბრე და გითხარით თქვენ, ყველაფერი მომწონს. მოკლედ ეგ არის. მოკლე შეჯამება. ეს მანქანა დაახლოებით ღირს 9-10, მაქსიმუმ $11,000 და ამ ფაში მე ვფიქრობ რომ არის საკმაოდ ნორმალური მანქანა. შეგიძლიათ კომფორტულად იაროთ ქალაქში, ასევე კომფორტულად და მშვენივრად გადახვიდეთ გზის მეორე მხარეს, სადაც არის უგზოობა, ტალახი, თოვლი, ყინვა, არცად არ შეგარცხვენთ და არის მის კლასში ნორმალური მანქანა. მოკლედ, მე გირჩევთ ამ მანქანას, არაფერი ისეთი დასაწუნიც არ აქვს, ჩემი აზრით. დაგემშვიდობებით მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. რას დამძობ შეჭემა? დავაი, ჩაალაგე წავედით. მაქსიმუმ ეხა ჩვენ მოვუდით ამ ვიდეოს გადაღებას 9 საათი მეგობრებო. 9 საათი მოვუდით. გაწია ეხლა რა კამერა იქ მომიტყვენი რა. ისე არაფერზე არ გვიკაიფია. რაღაცაზე უნდა გვეკაიფა. სხვადასხვა ესე იგი მეორე თაობას ჰქონდა ჩაკუკვა Ford Escape-ში რა. მეორე თაობას ჰქონდა იმენა სერიოზული ჩაკუკვა. რას მე ფორები გამოვაჩინე ეხლა ჩემი რა. თან ისა წვერი მოსაწესრიგებელი მაქვს. ესე იგი ამ მანქანის პირველი თაობა როგორც გითხარით და აღნიშნე იყო ძალიან კარგი, რომელმაც ავტომოყვარულებს დაამახსოვრა თავი მით უმეტეს ამერიკაში, მისი ძრავის მოცულობა, იყო 2.5, მაგრამ 3.0, რომელმაც მართლა-მაგრად გაამართლა, ავტომატური კოლოფი ჰქონდა მას და ძალიან კარგად მუშაობდა, იყო მექანიკაც კი ბატონო, 3.0, 203 ცხენი მე ვახსენე და იყო საკმაოდ ძლიერი და გამძლე. მაგრამ მეორე თაობაში Ford Escape-მა საკმაოდ მაგრად ჩაიკუკა. ფორმები რო გითხრათ, სიმართლე ისეთი ოთხკუთხედი და მამაკაცური ფორმები აქვს და ფორმებზე არ მაქვს და ვიზუალზე იმდენად დიდი საუბარი, მაგრამ მას ჰქონდა, მეორე თაობას ჰქონდა პრობლემა ABS-ის. რაც შემდეგ მესამე და მეოთხე თაობაში Ford-მა უკვე გამოასწორა. ეს კარგი ინფორმაცია იყო, მამიკო, უნდა ჩასვა. კაი, ჩემო ძმა. თქმა დამავიწყდა ამ მანქანის აჩქარება რა, 6.2, 6.9 აქვს აჩქარება რა. ეგ უნდა გვეთქვა რა და არ მithქვამს. არა უშავს, რაც არის.